დაბრუნდით. გამარჯობა, მე ეთერში ვარ. შევიპარეთ ეთერში. შევიპარეთ და ბევრი კითხვები Facebook-იდან. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ამ ბლოგში მეულუდმა გადაწყვიტა, რომ თავიდან ბოლომდე დაგითმოთ დრო თქვენ. რა თქმა უნდა, თქვენ უკვე გაქვთ დალაიქებული ჩვენი Facebook-ის გვერდი და ამიტომ მოგწერეთ შეკითხვები და პირდაპირ ეთერში მეულუდი შეეცდება გაგცეთ ამომწურავი პასუხი. მაგრამ მანამდე მეულუდ გითხარი, საერთოდ რა არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები ავტომობილებთან დაკავშირებით? არსებობს ალბათ პირველი Mercedes. ხო, ისეთი არასტანდარტული კითხვები ძალიან ხშირად მოდის ხოლმე. მაგრამ, რა ვიცი, ყველაზე ხშირად მაინც ისმევა კითხვა, რომელი ავტომობილი შევიძინო და არის ხოლმე რაღაც კრიტერიუმები, ყველას რაღაც თავის კრიტერიუმი აქვს, ესე თუ ესე, აქ გვჭირდება თუ გვჭირდება. მინდა ზოგადი პასუხი გავცე პრინციპში ყველას და მე უფრო დეტალურად შეიძლება დაგვისვან კითხვა პრინციპში დეტალადაც განვიხილოთ თუ რომელი ეკო ადამიანზეა ხა თუ ეკონომია გინდა რაღაცა თუ იქ ჩარა გინდა რაღაცა ყველა ვარიანტში ყოველთვის მაინც ჯობია ვიფიქროთ პირველი პრაქტიკულობით გადავწყვიტოთ რა სიტუაციაში გვინდა რომ გამოვიყენოთ ავტომობილი კონკრეტულად რა მიზნით გვინდა ეს რომ გამოვიყენოთ და სად რა პირობებში იმიტომ რომ როგორც მინიმუმ რო ავიღოთ მცირე გაბარიტიანი და დიდი გაბარიტიანი ავტომობილი თუ ჩვენ სივრცე არ გვაქვს ელემენტარულად იმისი რომ დიდი გაბარიტის ავტომობილი დავატიოთ და თუ დავდივართ მცირე გაბარიტიანი მცირე გაბარიტიანი გვინდა თუ შორმანძილზე დავდივართ აგრეთვე გვჭირდება ავტომობილი რომელიც ეკონომიურია რა თქმა უნდა თუ მისი ტევადობა ჩვენ გვეყოფა და თან რომელიც არ ქანაობს რასაზე ხო და ხო თუ ჩვენ გვინდა რომ ცოტა უფრო ესეთი აგრესიული სტილი გვაქვს მართვის მაშინ გვინდა ცოტა უფრო სპორტული ავტომობილი თუ გვინდა რომ სტილი დავიცვათ მაშინ გვინდა ესეთი ავტომობილი რომელიც ამ ჩვენ სტილს დააკმაყოფილებს და ასე შემდეგ და კონდეს მე ბევრი ფული ახალი კაცო რას ლაპარაკობ? დავიწყოთ ალკე. მე მგონი არის ბევრი კითხვები უკვე მოსული. ჯერ დავასრულებ ხშირად დასმულ შეკითხვებს, შემდეგ არის ხოლმე შეკითხვები მეორე ის რომ ავტომატურ კოლოფსია ხშირად ძალიან გართულება, ავტომატური კოლოფი როგორ შევინახო, როგორ მოვექცე და რომელი რას ნიშნავს, როგორი ტიპის ავტომატური კოლოფებია ხშირ შემთხვევაში არის ის კითხვის დამსმელმა თუ როგორი ტიპის კოლოფით არის საერთოდ აღჭურვილი, ამ თემაზე შეგვიძლია უფრო ცლად ვისაუბროთ და რა თქმა უნდა ყოველთვის არის შეკითხვა რომელი ავტომობილი გაასწრაფო. ეს გაასწრებს ის გაასწრებს და როგორ ხდება? ისე მე ტილტრონიკსაც მინდა კითხო, რეალურად მაგის გამოყენების როგორ გამოიყენა? არის. კი, ამას პრინციპში ავტომატური კოლოფი დეტალურად შეიძლება ავხსნათ. 2-დან 0 ძრავის მანქანა დიზელის უფრო მძლავრია თუ ბენზინის? მადლობ წინასწარ. ხო, სიმძლავრის როგორც წესი ვერაფრით ვერ ჯობნის დიზელის ავტომობილი სიმძლავრეში ბენზინის ტიპის ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, მაგრამ დიზელს აქვს ტურბინა, ბენზინსაც შეიძლება ეყენოს ტურბინა და უფრო მძლავრი იქნება. ისეთი სხვაობა ისეთია, პირდაპირ სხვაობა რომ მოვიტანო, ავიღებ სპორტულ თემიდან, რომ ტურბინიანი დიზელი დაშვებულია ბენზინის არატურბინიან ძრავებთან. ესეთია დაახლოებით პროპორცია სხვაობის. ხო, უტურბინო ტურბინის გარეშე ბენზინის ძრავი მიესადაგება ტურბინიან, ტურბო დამატებულ დიზელის ძრავს. ტურბინი არა გაძლიერება. გაძლიერება ტურბო ეს არის დამატებითი ჰაერის ჩატმობა ძრავში და დამატებითი სიმძლავრე ძალიან დიდი რესურსი აქვს. და მეცაც წავს. ტურბო ზოგადად, მაგრამ დიზელს აქვს ერთი ესეთი პლუსი დაბალი ბრუნებიდან მას შეუძლია მეტი სიმძლავრე ამოქაჩოს, დაბალ ბრუნებზე ის თან მელოდ უფრო ეკონომიურიც არის, ხო? დიზელი ზოგადად. ხო, შეეხება ეკონომიას, რა თქმა უნდა, ხო, დიზელის ძრავი გაცილებით ეკონომიურია, გაცილებით ეკონომიური, ამიტომ ძალიან ხშირად იყენებენ ევროპაში დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებს, მით უმეტეს თუმად შორმანძილებზე უწევთ სიარული. გავდით, სანამ შემდეგ შეკითხვას დავსვამ. ხო, კურიერი დრო მოვიდა და მოკლიანოსი კურიერი დაუბრუნდები, ძალიან საინტერესო საუბარი გველის მელოდთან დარწმუნის კორიანტელი გვაქვს და გვანცად ბევრი საქმე აქვს დღეს. ბევრი საქმე მაქვს ნამდვილად. შეიძლება თუ არა ჰაერმზომის გარეშე, გამორთული ვოზდუხამერით სიარული დროებით, საშიში ხომ არ არის და რამე სხვა ნაწილს ხوار დააზიანებსო.
ხო, აი თქვი რომ არასტანდარტული შეკითხვები ძალიან ბევრია მეთქი მოგეცინება ხა მეც არ ვიცი. არა, არ მეცინება ეს საერთოდ არა ეს სასაცილო შეკითხვა ძალიან კარგი შეკითხვაა. მე უბრალოდ თქვი რომ არასტანდარტული, ანუ რომ ვერც წარმოვიდგენთ ხოლმე ზოგჯერ რა შეიძლება აინტერესებს ადამიანს, ისეთ კითხვებს სვავენ და პრინციპში მოვა ალბათ ესეთი უფრო არასტანდარტული შეკითხვები. ამ შემთხვევაში ვიტყვი რომ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ჰაერის მუზეუმის გარეშე სიარული, თუმცა ძრავი აბსოლუტურად გაუმართავად იმუშავებს, იმიტომ რომ ეს ჰაერის მუზეუმი არის ზუსტად ის დეტალი, რომელიც განსაზღვრავს დოზირებას, რამდენი საწვავი და რამდენი ჰაერი მიეწოდოს ზრავს, რომ იმუშაოს. ამის გარეშე ძალიან ბევრს წავს ხო აქ შემთხვევაში. ორჯერ მეც. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ავარიულ რეჟიმში იწყებს მუშაობას, ანუ კომპიუტერი იღებს სიგნალს, რომ თუნდაც დაზიანებული როცა და მით უმეტეს როცა ის საერთოდ არ აყენია, იღებს სიგნალს, რომ არ იცის რამდენი დოზა მიაწოდოს საწვავი და ჰაერი. შესაბამისად ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს, მუშაობს არასტანდარტულად, შეიძლება ჩავარდნებიც ჰქონდეს, როცა გასმიცემთ, ხო, აი იყოს ეს ჩავარდნა და ამის შემდეგ გადაადგილოს, შეიძლება ვიბრაციითაც იმუშაოს, შეიძლება დაბალ ბრუნებზე საერთოდაც ჩაქრეს, მაგრამ რა თქმა უნდა, A წერტილიდან B წერტილამდე მივალთ, ანუ დიდხანს თუ ესე ვივლით, ჯამში სხვას პრინციპში დავაზიანებთ უფრო მექანიკურ დეტალებს, იმიტომ რომ და არა ელექტრონულს, იმიტომ რომ როგორც კი კომპიუტერი მიიღებს სიგნალს, რომ უკვე აყენია კარგი ჰაერის მზომი, ის თავიდანვე დაიწყებს ისევ. ბევრი კითხვებია და შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი მოვასწროთ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მანქანის ფარში წყალი არ ჩავიდეს და როდის წავს მანქანა ბევრ ბენზინს, როცა დიდი მოტორი აქვს თუ როცა პატარაო. ხო, აი თქვი კიდე ერთხელ ხალხს გაუსვა, რომ არასტანდარტული შეკითხვებიც იქნება. ნუ ფარში რო წყალი არ ჩავდეს, ზოგადად თუ ფარი კარგად არის ინსტალირებული და თვითონ ის დეტალები, რომელიც ჰერმეტიზაციას იცავს, ფარში ის კარგად არის თავის ადგილზეა და ხშირ შემთხვევაში ეს სწორედ მაშინ მოძდით ხოლმე, ნუ ორი ძირითადი შემთხვევა, ერთი როცა ბზარს იკეთებს ფარი და აქედან შედის წყალი და მეორე როდესაც ან ნატურას გამოცვლიან ფარში, ან უბრალოდ შეიძლება ნატურას საერთოდ არ შევეხოთ, მაგრამ ფართან ახლოს რაღაც დეტალს იქ შევეხოთ, გაიწიოს ის ჩიხოლი, რეზინი. ქარხნულს როგორ წესი არ აქვს ხომ ეგ პრობლემა, აღდგენილ ფარებს უფრო აქ და ვთქვათ რაღაცა რომ დაჭირდება რაღაცა არა ქარხნულსაც რაღაცა პერიოდის შემდეგ შეიძლება ეს პრობლემა ხო კონდეს, იმიტომ რომ გახმეს ის რეზინი, რომელიც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას და აქედან შეეპაროს. ანუ ჰერმეტულობა უნდა უზრუნველყოთ ყველანაირად. ერთი წუთის რომ შევიდეს, მაინც დაიორთქლება. კი, ერთი წუთის რომ შევიდეს, დაიორთქლება და ბოდიში დავასრულებ ამას, როგორ ხდება ამის გაშრობა, მე ვცდილობთ რომ გამოვაშროთ და როგორც წესი ამას ვერ ვახერხებთ, ველოდებით რომ ზეში იქნებ გაშროს, მაგრამ ეს არ ხდება, იმიტომ რომ პირიქით გამოშვება რთულია, ამიტომ მოგვიწევს ფარის მოხსნა, ხო და ნატურის ამოღება და ღიად გულაღმა დატოვება, რომ ამოშეს, ან შეიძლება გააჩნია როგორი ფარია, ამასაც ვიტყვი ბოდიში დავასრულებ ფენის საშუალებით შეიძლება. ოღონდ ახალ თანამედროვე ავტომობილებს უკვე ცელოიდის აქვს ფარი და არა შუშის, შესაბამისად ძალიან ცხელი ფენით თუ გავაკეთებთ, მას დეფორმაციას მიიღებს. ანუ აკურატულად ვქნათ, ჯერ მივაკაკუნოთ შუშა თუ ცელოიდია და თუ ცელოიდია, ცოტა უფრო აკურატულად. აი ხა ძრავებზე ზღვით. მანქანას ხიძე ხო, ძრავი დიდი პატარა და დიდი ძრავი. რადგან მე ესეთი პრინციპი მაქვს, როცა არსებობს შეკითხვა, ყველა შეკითხვა საჭიროებს პასუხს. შეიძლება იყოს ეს შეკითხვა, რომლის პასუხიც აუშვათ მე არ მექნება და დავაკვალენებ, ვის შეიძლება ქონდეს ეს პასუხი, მაგრამ ამ შემთხვევაში გავცეთ ყველას პასუხი. შესაბამისად დიდი ძრავი უფრო მეტ საწვავს მოიხმართ თუ პატარა ხო იყო ესეთი რა თქმა უნდა დიდი ძრავი იმიტომ რომ რაც უფრო დიდია მოცულობა ლიტრაჟი მით უფრო მეტი საწვავი ჭირდება მაგრამ არსებობს სალკეული შემთხვევები თუ მაგალითისთვის დაზიანებულია შეიძლება იყოს პატარა ძრავით აღჭურვილი ავტომობილი მაგრამ დაზიანებული ქონდეს რაღაც სისტემა ისეთი რასაც ჩვენ ვერც კი ვხვდებით თუნდაც იგივე ჰაერის მზომი იყოს დაზიანებული რომელიც არ დააფიქსირა კომპიუტერმა თუ რა თქმა უნდა კომპიუტერთან არის ჩვენი ავტომობილი აღჭურვილი არ დააფიქსირა უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციას იქიდან იღებს, მაგრამ ეს ინფორმაცია არის მცდარი და ავტომატურად მუშაობს არასწორად და შეიძლება ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარდეს ამ მხრივ ან კიდევ არის ერთი შემთხვევა, როდესაც პატარა ძრავი დევს დიდი ავტომობილში, ანუ მძიმე ავტომობილში, ხო და შესაბამისად მას დიდი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ეს ავტომობილი გადაადგილდეს, ანუ ბევრ საწვავს მოიხმარს. ხოლო პრინციპი ესეთია, რაც უფრო დიდია, ზოგადად ავტომობილი, მით უფრო მეტი საწვავი ჭირდება მას. შეიძლება თუ არა სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების ერთ ღერძად აყენება. არ არის რეკომენდირებული, თუმცა თუ მაგალითისთვის ზომები ერთია, ერთიგივე ზომის არის ავტომობილის ანუ საბურავი, ამ შემთხვევაში არა უშავს, შეიძლება დავაყენოთ, მაგრამ
აქაც არის განსხვავებები. ნუ პროტექტორი ძირითადად უზრუნველყოფს მაინც გამოდევნას წყლის დამტვერის. შეიძლება პროტექტორი საერთოდ არ ქონდეს საბურავს, ანუ ჩვეულებრივ იგივე იქნება, ან დატვირთვას არ მიიღებს ეგრეთ წოდებული ხიდი, ანუ ცენტრალური კბილანები რაც აბრუნებს ამ საბურავებს და ის ამით არ დაზიანდება, მაგრამ იმიტომ რომ ხშირად მარკეტინგულ ხრიქს იყენებენ საბურავები, მოდი ამასაც ღიად ვიტყვი, ანუ აწერენ ერთ ზომას, მაგრამ რეალურად არ არის ეს ის ზომა და ესეთ შემთხვევაში მე პირადად მქონდა, მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე მეყენა საბურავები, რომელსაც ეწერა ერთი ზომა, მაგრამ რეალურად იმიტომ რომ იქ ტექნიკური კომისია სპეციალურად ზომავს ხელსაწყოებით, საბურავს აღმოჩნდა რომ სხვა ზომა იყო. თაღლითები არიან? ეს საბურავი, ნუ თაღლითები არა, ნუ ეს არის მარკეტინგული რაღაც ხრიკი, იმიტომ რომ ეს საბურავი ამ შემთხვევაში თუ ზომა უფრო მეტია, უფრო განიერი დაუშვათ, ხო? უკეთ ჩერდება, ქარხნულად რომელ ავტომობილებსაც უყენიათ, ეს აღმოჩნდება, რომ მისი დამუხრუჭების მანძილი უფრო მოკლეა, შესაბამისად სტანდარტებში არ ზის. ამიტომ ჯობია როგორც მინიმუმ ერთი ბრენდის მაინც იყოს საბურავები, თუ ექნება სხვადასხვა პროტექტორი. ერთი კითხვა ზამთარში რატო წავს მანქანა უფრო მეც ვიდრე ზაფხულში? კარგი. ინტერესო კითხვა. ხო, ნუ ესეთი რაღაც ხდება და ხშირად მოდის ხოლმე ეს შეკითხვა, რომ ვაიმე, წვა მოიმატა ავტომობილის და რა ხდება, ნუ ამას ვერ ავწდებით, ანუ ზამთარში უფრო მეც მოიყვანს, როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ თვითონ ძრავს უნდა არ უნდა ცივ რეჟიმში უფრო დიდხანს უწევს მუშაობა. სანამ გახურდება. ხო, მიუხედავად იმისა, ჩვენ დავქოკეთ და დავიძარით, მაინც ცივ რეჟიმში ძალიან დიდხანს არის ძრავი, სანამ ის სრულად გათბება, ამიტომ ამ დროს კომპიუტერი აფიქსირებს, რომ ძრავი ცივია, შესაბამისად უფრო მეტ საწვავს აწვდის იმისთვის, რომ გამართლებით. ანუ მოიხარჯება საწვავი ძირითადად ძრავის გაცხელებისთვის ზამთარში. კი, ძრავის გაცხელებისთვის. ხიდზე გადასვლის დროს წინა თვალიდან გავარდა ყუმბარა, დაახლოებით 100 თმივდიოდი, ორი სიმრავლე შეიძლება იყოსო. ყუმბარის გავარდნას იწვევს ერთადერთი ის შემთხვევა, თუ თვითონ ყუმბარა იყო დაზიანებული და მანამდე ექნებოდა მინიშნება და ორ გზას ავხსნი ამისას, ანუ მინიშნება რას ნიშნავს? ერთი რომ როცა საჭეს მოუხვევთ და მით უმეტეს თუ ბოლომდე მოუხვევთ საჭე დავუშვათ ადგილზე მოbrunების დროს ზაზრის დროს ყველა ვარიანტში ექნებოდა მას კაკუნი, ანუ ის უკვე იყო დაზიანებული, ან არსებობს კიდე მეორე ვერსია, შეიძლება არ ყოფილიყო დაზიანებული, ძალიან არ უნდა გაგვიმართლოს, მაგრამ ოდესღაც ისე რესურსი დამთავრდა და არა, უსებ რესურსი დამთავრდა. ხო, ესე არ ხდება თუ დატვირთვა არ აქვს. ხდება, თუმცა თუ ჩინურია, შეიძლება ესეც კი მოხდეს, ანუ საერთოდ გატყდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაშიაც ხდება, ეს არის რომ ოდესღაც როცა ის გამოიცვალა, ხო, შიგნით ეგრეთ წოდებული ის დეტალი, ჭილიბყურა, რაც ჩვენ აგავეთქვით, ანუ რომელიც ამ შემთხვევაში ყუმბარას აქვს ესეთი წრე, წამოცმული წრე, ანუ ეს ჭილიბყურა, ზოგადად უზრუნველყოფს ფიქსაციას ღერძის ყუმბარასთან. ეს ფიქსაცია არ იყო, ანუ ის საერთოდ შეიძლება ეს ჭილიბყურა საერთოდ გავარდა, დაიკარგა, ან ცუდი ინსტალაციის დროს შიგნით ამოვარდა, შიგნით ჩავარდა ყუმბარაში, შესაბამისად ღერძს ჰქონდა საშუალება, რომ ემოძრავა იქეთ-აქეთ და მოძრა დავასრულებ ეს მოძრობა. რამდენჯერაც ეს ჩავისვით კავშირში. იმიტომ რომ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იყოს. იუგოსლავიაში ფაქტია. არ მასუნთქა. ხო და მეც მაცადე, მეც მევსუნთქა, იმიტომ რომ შემდეგი გაწიცა უკვე. შემდეგ კითხვას. მე კიდე მეუბნებია რომ ბევრი კითხვა და სწრაფად. ხო, მაგრამ ჯაჭვია, ხო და ამიტომ მოწერა ჭილიბყურა არის არ დასვა. ხო, ამოვწურო ეს კითხვა რა. კაი მიდმევ. ой, ბოდიში, პოჭიჭიკი, მე პოჭიჭიკი, ხო, ჭილიბყურა და ღერძია, ანუ ეგრეთ წოდებული, ხო, ბოლტი. იმიტომ გაუკვირდა ბაიას, პოჭიჭიკი არ არის, ოცეგან მეუბნეოდა ჭილიბყურა კი არა. ანუ ჭილიბყურა არის თვითონ ღერძი პრინციპში და ასევე წოდებული ბოლტსაც ესევე ეძახიან ჭილიბყურას, ხო, პოჭიჭიკი არის მეორე, ანუ სპლინტი, როგორც წეგან თქვი. დაიწყო. აი, ხერაში კარგავს დროს და მე მეუბნება მაცადე. ხო, დავასრულო, ანუ აგრეთვე შეიძლება ეს ყველაფერი ჯამში გამოიწვიოს იმან, რომ თვითონ საბურავი იყოს გაწეული, ან დეფორმირებული იყოს, ან რომელიმე რეზინი, რაზეც დგას თვითონ ძელები იყოს დაზიანებული და საბურავი გაწეული იყოს. აგრეთვე თუ ეს ავტომობილი წინაწამყვანი იყო და უმეტესად წინაწამყვანს მოსდის ეს, უკანაწამყვანს იშვიათად,
ხო, შეიძლება თვითონ ზრავის ბალიში იყოს რომელიღაც დაზიანება, ზრავი გაიწია სხვა მხარეს, ანუ მან უზრუნველყო ის რომ გაქაჩა ის ღერძი და დარჩა ადგილი იმისთვის რომ ღერძი გამოვარდნილიყო და ყუმბარა. აი ეს საინტერესო კაიჭელი პუროში კი სად არის? ხომ მაგალითად. მოიცა შემდეგი შეკითხვა. ძალიან ბევრი მაყურებელი გწერს გაზის ჩამონტაჟება მაგ თუ აფუჭებსო რა მოკლედ ზრავს. ხო. ესეც ხშირი. მაგაზე მოკლე პასუხს ვერ გაგცემს, ხა დააცა. ხო, ნუ ხშირი შეკითხვა, როგორც თუ კარგად არის ყველაფერი დაინსტალირებული, ხო, არაფერი პრობლემა ამაში არის, ანუ ზრავი რა თქმა უნდა მუშაობს და დიდხანს მუშაობს და ჩვეულებრივ მუშაობს, მაგრამ აქვს ერთი პატარა ნიუანსი, მაინც გინდა, არ გინდა, გაზის შემთხვევაში ტემპერატურული რეჟიმი უფრო სხვა აქვს, ანუ უფრო მეტია ტემპერატურა და თუ ინსტალაციაში რაღაცა პრობლემაა, ხო, ოდნავი პრობლემაც კი შეიძლება გამოიწვიოს ზრავის გადახურება ან ცალკეული დეტალების. მე დავიწყოთ იმით, რომ ზრავი უნდა იყოს თვითონ ბენზინზე იდეალურად მომუშავე, გაზს როცა აყენებ, ხო? ხო, ნუ რა თქმა უნდა, ნუ ზრავს თუ დეფექტი აქვს რა, ამას პრინციპში ვერ განსაზღვრავს ცალკეულად, ვინც ამონტაჟებს გაზს, ხო და ზოგადად მაინც შევეცადოთ რომ გაზის ინსტალაცია მით უმეტეს მეოთხე და მეხუთე თაობის ხო იყოს ისეთი რომ კომპიუტერული ჩარევა კარგად იცოდეს იმას. ეგრეც აკეთებენ ეხა სადაც მაღალი დონის მაგრამ არის ისეთი ადგილებიც მე მინახავს ჭეკლას რო ეძახიან. ხო ძალიან ხშირად რომ უბრალოდ ძალიან მარტივი ინსტალაციას ერთი რაღაც შაბლონი აქვს ასე პირდაპირ აყენებენ აერთებენ და რაღაცა პროგრამის და მუშაობს და წავიდა და კარგად იმუშავებს. არ არის ესე, რადგან ეს თაობები შეიცვალა, ის აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული ავტომობილის კომპიუტერთან, იმიტომ რომ იქიდან აღებული სრული ინფორმაციის მიხედვით უნდა მიაწოდოს გაზი. გასაგებია. ავტომატური გადაცემის კოლოფის არსებობისას რა შემთხვევაშია მიზანშეწონილი 3, 2 და L-ის გამოყენება და რა დანიშნულება აქვს shift locks? კარგი, ხო, ეხლა გეტყვით რა, როგორ რაღაცა. ანუ ამაზე პრინციპში ჩვენ არაერთ ხელ გვისაუბრია, რომ ანუ კოლოფის შემთხვევაში რა დანიშნულება აქვს სხვადასხვა გადამრთველებს, იმიტომ რომ ერთს ვიყენებთ როგორც წესი, ამ D-ს, ანუ ეგრეთ drive-ს და დავდივართ. დაბალი სიჩქარეები რაც აქვს, ანუ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვანაირად არის სხვადასხვა ავტომობილზე, ზოგს როგორ აქვს, ზოგს როგორ აქვს, მაგრამ ყოველი დაბალი სიჩქარე გამოიყენება კონკრეტული სიტუაციის და მაგალითისთვის რა, ან აღმართზე ასვლისთვის, ან უფრო მეტად დაღმართზე ჩამოსვლისთვის. ანუ დაბალი სიჩქარე უზრუნველყოფს ერთ კონკრეტულ სიჩქარემდე ავტომობილის მიყვანას. ანუ იქით აღარ თავს. ხო, იმის მაღლა არ ართავს და L ხო საერთოდ მარტო თუ დაბალით არის. L ნიშნავს lows, ანუ ინგლისურად პირდაპირ გამთანოს დაბალს, ყველაზე დაბალ სიჩქარეს და დაუშვათ ჩამოვდივართ, ეს ძალიან ხშირად იყენება იმისთვის თუ დაღმართზე ჩამოვდივართ, ანუ დაღმართზე ჩამოვდივართ. თოვს გულის ხო და თუ დამისვე ჩაულებრივ კაია კარგა მის შემთხვევაში, მაგრამ მით უმეტეს თუ ეს არის თოვლიანი და ყინულიანი, ხო და მოვლებული და ტალახი და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ რეჟიმში და რატო ამასაც ავხსნი, თუ ავტომობილს არ აქვს დაბალი სიჩქარეში, არ ჩამოვიტანე დაბალ სიჩქარეში, ის ვერ ჩერდება, ვერ უზრუნველყოფს გაჩერებას, იმიტომ რომ ის ცდილობს რომ ყოველ შემდეგი და შემდეგი მაღალ სიჩქარეში გადართოს, ამიტომ ყველაზე დიდი დატვირთვა ადგება სამოხრუჭე სისტემას. ანუ როგორც მინიმუმ ვაცხელებს სამოხრუჭე სისტემას ჩვეულებრივ რეჟიმში. ანუ ჩამოვდივართ სადღაც დაღმართზე, ჩვენ გვინდა რომ რაღაც ერთი ტემპით შეგვეძლო რომ გვევლო რაღაც ერთი ტემპით, მაგრამ იმიტომ რომ შემდეგ სიჩქარეში გადართო ყოლოფმა, ხო? თან ბევრჯერ არის მუხრუც არ დავაჭირო ეს ხმარი, იმის სიდაწრიპინებს და არ დაიწვას. ამიტომ შესაბამის სიჩქარეში შეგვიძლია ჩამოვიტანოთ უფრო დაბალში და ესევე არ დამესრულებია. ზოგადად მინდოდა რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე კოლოფზე ზოგადად საუბარი და მინდოდა რომ ხო ეს კოლოფის ის ამეხსნა, ზოგადად რა პრინციპით მუშაობს. მე დღეს მოვიდა შოკოლადი და ანიმაციით. ხო, რა პრინციპით მუშაობს და ხო, ნუ გვაქვს პრინციპში ანიმაცია, ზოგადად ხო არის ავტომატური კოლოფი. ავტომატური კოლოფის დაზიანება ხშირად არის ხოლმე ეგრეთ წოდებული ფრიქციონები ზიანდება და ყველას გვინდა რომ ერთი დეტალის შეცვლა მთელი უზრუნველყოს ანუ კოლოფის ფორმაში მეყვანა კი ამას ჩვენ ხედავთ ხა დაშლ მდგომარეობაში ანუ კოლოფი როგორ გამოიყურება ზოგადად ავტომატური კოლოფი შიგნით რა დეტალებია ანუ ეს არის დაფა სადაც ჩვენ ნახეთ ან დაფა სადაც სითხე გადაადგილება და ჩვენ ახლა ხედავთ სწორედ იმ ფრიქციონებს რომელიც უზრუნველყოფს ხო რომელიც უზრუნველყოფს აი ეს დის დაფა სადაც სითხე გადის და ვიტყვი რა არის როგორ ეს ფრიქციონები უზრუნველყოფს ხო მარკეტინგულ იმას ხო ანუ
ეს გეტყვით როგორ მუშაობს ზოგადად ავტომატური კოლოფი. არის შიგნით მოწყობილი ძალიან მარტივად ერთი აწყობილი ერთი დაფა, სადაც არის ბევრი კბილანა ერთმანეთში დაინსტალირებული. ეს ფრიქციონები უზრუნველყოფს მათ კონკრეტულ დამუხრუჭებას ერთ-ერთი მათგანის. ანუ შესაბამისად Z-ში ცურავს, წარმოვიდგინოთ ეს დაფები, წარმოვიდგინოთ ბევრი დაფა Z-ში ცურავს. ანუ დამუხრუჭება ხდება ამათი მიბჯენით. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა Z-ი ასხე და როგორ მდგომარეობაშია კოლოფში Z-ი. ამიტომ Z-ის შეცვლა ადრე თუ გვიან არის ესეთი წარმოებლები, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ, რომ ძალიან გვიანი იყოს შეცვლილი, იმიტომ რომ არავინ არ შეეხოს შიგნით Z-ს, მაგრამ როგორც არ უნდა კარგი ბრენდი იყოს, მაინც 200.000-ზე მაღლა. ძალიან ბევრია ჩვენთან ესეთი ავტომობილი, რომელსაც 200.000-ზე მეტი აქვს. გარბენ 200.000 რომ მიაღწევს, მაინც დაჭირდება Z-ს შეცვლა, შესაბამისად ფილტრსაც და ყველა ვარიანტში შიგნით უნდა ჩავასხათ ის Z-ი, რომელიც პირდაპირ ციფრებით მიუთითებს, რომ არის იმ ავტომობილისთვის ვინაიდან ის შიგნით გამოყენებული მასალა, ეს ფირფიტები სწორედ ხო, არის იმ Z-თან შეხამებული თუ სხვაზე ჩავასხავთ, ის ფირფიტები ძალიან მარტივად გაცვლება და გადართვას ექნება პრობლემები. გამარჯობა. მაინტერესებს მუხრუჭი, როდესაც ხმას გამოსცემს, ქალბატონი წერს, აი რაღაცნაირად ჩხრიალებს. რამე საშიშროებას წარმოადგენს თუ არა? ეხლა ხა შეცვალე ყველაფერი და მაინც ხმაურობს. ხო, კარგით, ანუ მე ვერ დავასრულე პრინციპში, ვარიატორზე მინდოდა მესაუბრა და შემდეგ ნუ კიდე უფრო თანამედროვე ორ მოდების ქოროიან. სხვა ორ შაბათების დროს ვილაპარაკოთ, თორე გაგვინაწყდებია. კი ბატონო, თქვათ, გადავიდეთ მაშინ მუხრუჭებზე. თუ მით უმეტეს ეხლა ხან შეცვალა სამუხრუჭე ხუნდები, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეციალური დეტალები, პატარა დეტალები, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიბჯენას, რომ არ კონდეს ხმაური და ის შორს არ წავიდეს და პირველივე შეხებაზე სწრაფად რეაგირებდეს. აი ეს პატარა დეტალები არ დაუყენეს, ანუ არ დაუინსტალირდეს, ანუ თავისი ძველი ამოიღეს და ან დაავიწყდეს ფიზიკურად, ან უბრალოდ სადღაც მიაგდეს. შეიძლება უხარისხოც არ უბრალოდ ის ხუნდი თვითონ რა. არა, თუ ჩხრიალებს, ჩხრიალს კინა რო ედება კინას. არა, მაშინ იწივლებდა. აქ უშუალოდ იყო საუბარო ჩხრიალებს, ხო ესეა თუ ჩხრიალებს, ანუ თუ მიბჯენის დროს არა აქვს ხმა ამაზე თუ არის საუბარი და კარგი იქნებოდა თუ დაგვიზუსტებდა, თუ მიბჯენის დროს არა აქვს ხმა პირიქით, როცა გაშვებულია და მაშინ ჩხრიალებს, სწორედ იმ პატარა დეტალების, ხო, იმ პატარა დეტალების ბრალია ეს, რომელიც არ დაუყენეს, რომელიც უზრუნველყოფს სულ მიბჯენილ მდგომარეობაში ყოფნას. ეხლა ერთი შეკითხვა, რაც გამიჩნდებოდა იგივე მე. ეს საშიში არის აუცილებლად თავიდან გამოსათო იჩხრიალოს და ხო, თუ იჩხრიალებს პრინციპში და თუ სწორედ ეს დეტალი გამორჩა, ამაში კატასტროფა არ არის, ნუ იჩხრიალებს და რაღაც მომენტში შეიძლება თვითონ სამუხრუჭე პედალი ოდნავ, ნუ იქ რამოდენიმე მილიმეტრით უფრო შორს ჩავიდეს, უფრო ღრმად ჩავიდეს, ვიდრე ჩავიდოდა ამის გარეშე. იმდენი შეკითხვა მოდის, რომ უბრალოდ ჩაშლას ვერ ვასწრებ. ერთ-ერთი მაყურებელი წერს, აქვს თუ არა მნიშვნელობა ცილინდრის სისწრაფისთვისო? ცილინდრს თუ დავაკონკრეტებთ, ანუ ალბათ ცილინდრის რაოდენობას გულისხმობდა ალბათ, ხო, ნუ სწორედ ყველაზე რთული ის არის ხოლმე შეკითხვებში, რომ არ არის ხოლმე გაშლილი, დაზუსტებული, მაგრამ არაუშავს ალბათ, ხო, ალბათ რაოდენობას გულისხმობდა, ნუ ამასაც ავხსნე, არ არის სხვათა შორის სულ შეკითხვა თუ რაოდენობას გულისხმობს, რაც უფრო მეტი ცილინდრი აქვს ავტომობილს, მით უფრო ზუსტად აქვს, ანუ მიწოდება ღერძზე ბრუნვის დროს, ანუ ახსნი უფრო ზუსტად, თუ 4 ცილინდრი აქვს ავტომობილს, ხო, ერთი ბოლომდე ჩავიდა, მეორე ბოლომდე ამოვიდა და ამ დროს მიეწოდა ფეთქება. ანუ ფეთქების დროს ბიჯი უფრო დიდია. თუ ბევრი ცილინდრი აქვს, კარგი, თუ ბევრი ცილინდრი აქვს, თუ ბევრი ცილინდრი აქვს, უფრო სწრაფად შეუძლია რა, რომ მიეწოდოს ნაპერწკლები, ანუ ბიჯი უფრო მოკლე აქვს, შესაბამისად უფრო კარგია, ზუსტია და სწრაფია. დაღმართზე დაპარკინგების დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ავტომატიკის კოლოფი არ დავაზიანოთ და კიდევ გვეკითხებიან ხელის მუხრისთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ აგვხსნია. კარგი კითხვაა. ხო, ჯერ ერთი და მე ხელის მუხრიჭი უფრო ორცლად მითხარი. ანუ დაღმართზე და მით უმეტეს თუ ციცაბო დაღმართზე ვაჩერებთ ავტომობილს, კარგი იქნება თუ ჯერ გვაქვს იმის საშუალება და მივაბჯენთ სადმე საბურავს ზოგადად, მერე ამოვწერთ ხელის მუხრუჭს და მერე გადავიტანთ პარკინგში, იმიტომ რომ ძალა არ დაადგეს თვითონ კოლოფში პარკინგის კბილანას, ასე ვთქვათ. და თუ ჩვენ ესე არ ვიზამთ და მაგალითად დაბჯენილია პარკინგზე, ანუ დაღმართზე გავჩერდით, მით უმეტეს ციცაბო დაღმართზე, პარკინგზეა დაბჯენილი, არაფერი სხვა მას არ ეჭერს, ანუ პირველი მუხრუჭს რო გაუშვით პარკინგს მივაბჯინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ
მოუწევთ ხელის მუხრუჭი, ხო? პირიქით ამოღებისას, ანუ სიჩქარეში გადართვის დროს აქ გჭირდება გარკვეული ძალის გამოყენება და იქნება ხმაც ესეთი ხმა იქნება. ხო, ნეჯერ მოხსულია, ხო, მაგის ხმა გენება. ხო, დუპ, ანუ ეს აი დუპ გამახსენდა რომ მომსულია. ხო, ნუ ეს თუ ხშირად გამეორდება, ადრე თუ გვიან მის დაზიანებას რა თქმა უნდა გამოიწვევს. რის დაზიანება? კოლოფის დაზიანება სწორედ აი ამ კბილის, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის ჯიბის. მაგრამ ამას მინდა გითხრა დიდი რესურსი აქვს ასე რომ ძალიან ამაზე არ ნერვიულოთ და ზოგადად ავტომატური კოლოფების უკვე ჩვენთან უკვე კულტურა ჩამოყალიბდა არსებობენ კარგი ხელოსნებიც ვინც იციან ავტომატური კოლოფის და ძალიან ნუ ვინერვიულებთ ავტომატური კოლოფი მწყობრიდან გამო ნუ ფასი რა თქმა უნდა დაждდება მაგრამ უკვე კარგად იციან და დროის უნდა იცი რა ძალიან გაამართლა ამ ესე კითხვა პასუხმა არა სხვა შეკითხვები მოვიდა მართლა ყველანაირ ჭანჭიკს ეხებოდა რაც შეიძლება ავტომობილში იყო სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებთ მე შეკითხვაზე პასუხის გაცემას ძალიან მოკლედ გითხარი ესეთი შეკითხვა 2 და 2 მოტორი უფრო ფუჭებადია თუ 2 და 0-იო ხო, ნუ აქაც ხო არ იყო დაშლილი შეკითხვა, გააჩნია ბრენდს, რა ბრენდზე იყო საუბარი, იმიტომ რომ ზოგ ბრენდზე რეკლამა უნდა გააკეთო ხა, რომელიც არ ფუჭდება საერთოდ. არა, ნუ არა, გააჩნია ხოლმე ბრენდს, ყველა ბრენდს აქვს რაღაცაში მინუსი, ამიტომ რომ ცოდნა რომელ ბრენდზე იყო საუბარი, ვიტყოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცი რა ბრენდზეა საუბარი. Mercedes-ი კითხვა თუ არის არც ერთი. კარგით. დავასრულოთ მე. ძალიან მესწრაფი. მინდა გითხრა რომ ესეთი ერთი დღე კიდევ გავიმეოროთ. პერიოდულად მე ვფიქრობ რომ ანუ თვეში ერთხელ მაინც 1-2 შაბათი გავაკეთოთ სწორედ ეს. მე ყველა გადაცემაში რო გავაკეთო, ყველგან ყოველთვის იქნება ხო ის უწყვეტ რეჟიმში, თელესნის განმავლობაში. და მე როგორ ზივარ ახლა იცი აი სკოლაში ფანჯარაში რო იყურები, როდის დაგიძახებენ და როდის დაირეკება ზარი, იმიტომ რომ იქით ამაქვს თვალები, რადგან მეოთხე ბლოკში ულამაზესი გოგოები თეადარჩიას ხელმძღვანელობით შემოვლენ და ცეცხლს დაანთებენ და რა თქმა უნდა, სულ იქით ვიყურები, იმიტომ რომ რეპეტიციას გადიან. გვიყურეთ და ჩვენთან ერთად თეადარჩიას ცეკვის გაკვეთილს დაესწრეთ. ისე რომ ხშირად არ ხდება მე. მე დიდი მადლობა.